UFC-ს ნახევარმცუბუქი წონის ჩემპიონთან ილია თოფურიასთან ერთად ვართ. ჩვენ აქ მადრიდში ვიმყოფებით სტუმრად. როგორ ხარ ილია? ძალიან კარგად, ძალიან ბედნიერი ვარ. მოხარული ვარ რომ აქ იმყოფები და ვტყვებით ამ ღონისძიებით. დიახ, ჩვენც მოხარული ვართ რომ ნახეთ ყველაფერი, რასაც აკეთებ პრომოუშენისთვის. პირველ რიგში მინდა დავიწყო ბოლო დროინდელი ამბებით. ემატება ვინმე კრისტიანო რონალდუს მსგავსი პრომოუშენს. შენ იმიჯი უკვე ბევრს აკეთებ და სპორტის ზრდისთვის ესპანეთში. მაგრამ რას ფიქრობ, სადამდე შეიძლება მივახციოთ ამ ურთიერთობით კრისტიანო რონალდუსთან? ყველანი ძალიან აღბრთოვანებულები ვართ. კრისტიანოს შემოერთება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ღონისძიებაზე მოცლამდე მას შეტყობინება გავუგზავნე იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მის ყოფნას ამ ღონისძიებაზე. სიმართლე გითხრა, ძალიან დიდ ღირებულებას ვმატებთ ეს ყველაფერი ამას. რაც პირველივე დღიდან ჩვენი მიზანი იყო. თანამშრომლობა იმ ადამიანებთან, რომლებიც რაიმე ღირებულებას ქმნიან. და კრისტიანო უდაოდ ის ადამიანია, რომელიც უდიდეს ღირებულებას ქმნის. ბევრმა შეიძლება უბრალოდ ნახოს მისი გამომწერების რაოდენობა სოციალურ ქსელებში, მაგრამ მე რასაც ვხედავ არის ის, რომ ამის უკან არის უნარი და ცოდნა, რათა ამდენი ადამიანი ჰყავდეს გამომწერად. ორგანიზაციაში ძალიან ვამაყობთ, რომ კრისტიანოს მსგავსი ადამიანი ამ დიდი ოჯახის ნაწილია. როგორი იყო თქვენი პირველი საუბარი მასთან, როცა პირისპირ შეხვდით? გამოუგნებელია ის ჩათულობა, რაც მას სურდა რომ ჰქონოდა კომპანიაში. პირველივე მომენტიდან ძალიან ჩართული იყო ყველა დეტალში. ყველაზე უმცირეს დეტალებშიც კი რისი წარმოდგენაც შეიძლება. სიმართლე გითხრა, ძალიან ბედნიერი ვარ. არასოდეს მიფიქრია, რომ ის ამ სპორტის ასეთი დიდი მოყვარული იქნებოდა. და ცხადია, რომ ძალიან მიხარია. როგორც პრომოუტერი და ორგანიზაციის ნაწილი, როგორ გზნობ თავს ამ წლის მიმართ, ყველაფერთან ერთად რაც გააკეთე უფრო მეტ პლატფორმაზე გასვლით და წლის ასე დროს ამდენი ივენთით. ძალიან ვამაყობ. გული ემოციებით მაქვს სავსე. ჩემი ჩათულობის და მთელი ჩემი გუნდის მხრიდან მთელი ის ზრდა, რაც ორგანიზაციას ჰქონდა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა თავისი წვლილი შეიტანა. და ეს იყო გუნდური სამუშაო. იმ ადამიანების გარეშე, ვინც ამ გუნდის ნაწილია, ეს შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ ის ზრდა, რაც ჩვენ გვქონდა, მართლაც უზარმაზარია. ძალიან ვამაყობ ყველა იმ ადამიანით, ვინც ამ პროექტის ნაწილია, რომელიც ყოველთვის ასეთი ამაღელვებელია. UFC-მ რამდენიმე დღის წინ დროებით ქამაზე გამოაცხადა ბრძოლა პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯს შორის. ბრძოლა, რომელიც თქვენ თვითონვე იწინასწარმეტყველეთ, რომ შეიძლება მომხდარიყო. პედის უნდა ემსახურებინა თქვენთან საჩემპიონო ბრძოლა. მას ჯასტინ გეიჯი უნდა დაემარცხებინა. როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, როგორ მიიღეთ UFC-ს ეს გადაწყვეტილება? ძალიან კარგად, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. მქონდა წინასწარი საუბარი UFC-სთან, ვიცოდი რა ხდებოდა. რამდენჯერმე შედგა საუბარი ჩვენს შორის. ჩემი პირადი სიტუაციის გამო. მათ იცოდნენ, რომ იანვარში ვერ შევძლებდი ბრძოლას. იმ პირადი სიტუაციის გამო, რაშიც ახლა ვარ. და ბოლოს გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ბრძოლა დროებითი ქამრისთვის, პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯს შორის. ფიქრობ ორივემ დაიმსახურა ეს. ეს საკმაოდ ლეგიტიმური ტიტულია, საკმაოდ დამსახურებული. ისინი ამაზე ახლოს ვეღარ იქნებიან ტიტულთან და ჩემპიონობასთან, ორივე სულოცავ, მაგრამ დღის ბოლოს მათ მოუწევთ ნამდვილ მეტოქესთან დაპირისპირება. ყავს ფავორიტი? ვფიქრობ პედისთან ბრძოლა უფრო გინდა, მაგრამ ჯასტინს მეტი გამოცდილება აქვს ამ ტიპის ბრძოლებში. ძალიან რთულია ყოველთვის ამ ტიპის ბრძოლებში პროგნოზის გაკეთება და მით უმეტეს, არ ვიცი, ძალიან რთული ბრძოლაა. პედი არის ის ადამიანი, რომელსაც ბევრი უნარი აქვს, ვინმე ადვილად წააქციოს. ჯასტინი კი ცნობილია თავისი მძიმე ხელით, მას აქვს ასევე მძიმე ფეხი და დიდ ზიანს აყენებს ქაფქიქებით და მარჯვენა ხელით. ნახეთ, რომ პედი ბევრ დარტყმას იღებდა მის წინა ბრძოლებში, ასე რომ ეს ძალიან ამაღელვებელი ბრძოლაა ყველა ფანისთვის. მომწონს ესეთი ბრძოლების ყურება, სადაც გაურკვევლობაა, რომ არ იცი რა მოხდება სინამდვილეში და არ არის აშკარა ფავორიტი. ეს ერთ-ერთი ასეთი ბრძოლაა. სიმართლე გითხრათ, UFC-ში ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გუნდის ნაწილია, სპეციალისტები არიან ისეთი ბრძოლების შექმნაში, რომლებიც ასე ძალიან გვხიბლავს. ფიქრობ, ხალხი ცოტათი გაკვირვებული დარჩა იმ ტვიტით, სადაც განაცხადეთ, რომ წლის პირველ კვარტალში არ იჩხუბებდით, მაგრამ როგორი იყოს UFC-სთვის? რამდენ გაგებით მოეკიდნენ ამას, რადგან ცხადია, ყველა მებრძოლს შეიძლება შეექმნას ესეთი პრობლემები, როგორიც თქვენ გაქვთ. რამდენად გაგებით მოეკიდა ჰანტერი ამ ყველაფერს, ან ვისაც ელაპარაკეთ ამ საკითხზე?
სიმართლე გითხრათ, ისინი ჩემთან შესანიშნავები იყვნენ, მათ განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ ჩემთან. გამიგეს ისე, რომ მათ დამჭირვებია ბევრი ახსნა გარმატება. პირველივე მომენტიდან გამომიწოდეს ხელი, შემომთავაზეს მხარდაჭერა ნებისმიერ დროს, როცა დამჭირდებოდა. ასე რომ არ ვიცი, მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ მათი, მათგან მიღებული მხარდაჭერით და გაგებით. ასევე მესმის იმ ნაბიჯების, რაც მათ უნდა გადაედგათ. ცხადია, ეს იყო საუბარი, რომელიც ჰქონდა. და როგორც პრომოუტერი ახლა რომ აქვს გამოცდილება ამ ნაწილის განცდისა სპორტის, როგორც პრომოუტერი და არა მხოლოდ როგორც მებრძოლის, ბევრად უფრო მეტ რამეში მესმის მათი, რის გაგებაც ალბათ თავიდან არ შემეძლო. ასე რომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ურთიერთობის, რომელიც მე და UFC შორის არის და იმ გაგებისთვის, რაც მათ გამოიჩინეს ჩემს მიმართ. Así que estoy muy contento, la verdad, por la relación que estoy empezando a tener con la UFC y por la comprensión que han tenido conmigo. ჩვენ მოგვიწია იმ ყველაფრის ნახვა, თუ როგორ გაიზარდა მთელი ეს მეტოქეობა პედისთან, იმ სამწუხარო ტვიტიდან, რომელიც მან დაწერა, შემდეგ ლონდონიდან და ასე შემდეგ. ბევრი რამ მოხდა. მასთან გასულ კვირას ვისაუბრე და ის უკვე ბევრად მშვიდად გვსაუბრობდა. მან მითხრა, მე სრულიად პატივს ვცემ იმას, რაც მას ემართება. საუკეთესოს ვუსურვებ. გრძნობთ, რომ რამე შეიცვალა, გრძნობთ, რომ შესაძლოა ოდნავ შემცირდეს ამ მეტოქეობის ინტენსივობა. არანაირად. ყოველთვის როცა პედის შესახებ მელაპარაკებოდნენ, ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ძალიან გასათობ ტიპად მეჩვენებოდა, რომელიც თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებდა. შეცდა, როდესაც საქართველოზე მსგავსი რამ დაწერა, მაგრამ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ. ცხოვრება სავსეა გამოცდილებით. ვამჩნევ, რომ ის არის ადამიანი, ვისაც ესმის ოჯახური პრობლემები, პირადი პრობლემები და პატივს სცემს მათ. ის რაც ოქტაგონზე მოხდება, ვისი ნახვაც ყველას სურს, არ არის დაკავშირებული ჩემს პირად პრობლემებთან. ჩვენ პროფესიონალები ვართ. გვექნება პროფესიონალური დაპირისპირება და ვფიქრობ, ეს ძალიან სახალისო იქნება ყველასთვის. გულშემატკივრებისთვის ეს ყოველივე ძალიან ამაღელვებელია. ჯასტინი ამბობს, რომ მე ჩაუშლი გეგმას UFC-ს და ვიჩხუბებ ილიასთან ერთ სახლში. მოგწონთ ეს იდეა, რადგან ცხადია, ჯასტინი კანდიდატების შორის არის. რადგან ის ამერიკელია და კარგი ურთიერთობა აქვს ტრამპთან და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, მე ყოველთვის ღვთისნებას ვღებულობ, რაც მას სურს რომ მოხდეს, ჩემთვის ეს კარგი იქნება. ჯასტინიან პედი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ჯასტინ გეიჯი მოიგებს, UFC-ს აქვს სხვადასხვა გეგმა, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. მაგრამ კარგი, თუ შემოთავაზებენ ჯასტინ გეიჯის ან ბრძოლას ერთ სახლში, ეს ჩემთვისაც ძალიან ამაღელვებელი ბრძოლა იქნება. ეს იქნება რაღაც, რაც ძალიან გამახარებს. არ ვიცი, რამდენად შეძლებს ის UFC და პედი პიმბლეტის გეგმების ჩაშლას. ეს საკმაოდ რთული იქნება მისთვის. არა შეუძლებელია, ასე რომ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ არ ვიცი, ექნება თუ არა ამდენი იღბალი პედი პიმბლეტის დამარცხების შემდეგ, რადგან შემდეგ მოუწევს ჩემთან ერთად ოქტაგონში ჩაგეტვა. და არ ვიცი, ეს დიდი იღბალია თუ არა მისთვის. ახლა რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის ის, რაც თქვენ თქვით, რომ წლის პირველ კვარტალში არ იჩხუბებდით. ისინი იანვარში იბრძვიან. თქვენ როდის გსურთ დაბრუნება, როდის გრძნობთ ამას, რომ დროა. როგორც განვაცხადე, პირადი პრობლემები მაქვს. ზუსტი თარიღი არ მაქვს, როდის მოგვარდება ყველაფერი. ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე. როგორც კი მოგვარდება, მზად ვიქნებით დასაბრუნებლად. ამჟამად პრიორიტეტს ვანიჭებ ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების და ჩემს საკუთარ კეთილდღეობას, ასე რომ როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, დავბრუნდებით და გაჩვენებთ იმ სანახაობას, რასაც იმსახურებთ. შედგება თუ არა პირისპირ დგომი იანვარში, იქნებით იქ მათ ჯგუფზე. არ ვიცი, ამაზე ვმუშაობ. ამჟამად ვიღებ გადაწყვეტილებას სწავალ თუ არა იქ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ კი. დროებითი ჩემპიონი 24 იანვარს წლის პირველ ივენტზე გვეყოლება და ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ამ ბრძოლას. თქვენ ესაუბრეთ UFC-ს და მაინც ვინ გსურთ, პედი თუ ჯასტინი? ვფიქრობ, თუ მეკითხებით, ცოტა გაურკვევლობა მაქვს, სიმართლე გითხრათ, ზუსტად პროგნოზს ვერ მოგცემთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს პედი პიმბლეტი და ძალიან მინდა რომ ის იყოს, რადგან ეს არის ის, რაც მეც მინდა. მინდა პედი პიმბლეტი, რადგან ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან ამაღელვებელი ბრძოლა ყველასთვის, მაგრამ თუნდაც ჯასტინ გეიჯი მოიგოს. ვფიქრობ, ამ გამარჯვების შემდეგაც კი შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო დიდი ისტორიის აგება, ვიდრე პედი პიმბლეტთან ერთად. ასე რომ მე ყოველთვის ღვთისნებას ვღებულობ, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის კარგი იქნება.
Bueno, pues como decía, a ver ese combate. Ojalá que nos vemos en Las Vegas en enero y si no, pues cuando llegue la llamada de Ilia. Un placer. Ilia Topuria, campeón de las 155 libras del UFC.